მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცლოდ მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასასაში ნახат ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს და განსაკუთრებით უცხოეთში ყოფ ქართველებს, იმ ადამიანებს, ვისაც ავიცი ძალიან ბევრი პრობლემა გაქვთ, ყველა სიკეთე და ბედნიერება ეს პატიმრები რაღაცნაირად ემატებიან დღესდღეობით და ძალიან ცუდი არის და აი ყველა აქედან მთელი გულით მოგიკითხავთ, იმიტომ რომ არა უშავს ყველაფერი იქნება ძალიან კარგად რა და მთავარია რომ ვიყოთ კარგად ყველაფერი ძალიან საწყენია ხოლმე ხშირ შემთხვევაში როცა რაღაცა ისე ვერ ლაგდები როგორც საჭირო არის და მოდი ჩვენ გავითვალისწინოთ შობა და შობის შემდგომ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე რომ შობას იქით გაგვყვეს კიდე ჩვენი ეს მთელი ცხოვრება და მადლობა მომო მობრძანებისათვის დაგლოცეთ თუ შეიძლება ერთმა დაგლოცოთ მოგესალმებით გილოცავთ შობა ახალ წლებს ღმერთმა ძალა მოგცეს სიკეთე და სიყვარული ღვთისა, იმიტომ რომ თუ გულოთ იცხოვრე, ვერც ღმერთს შენიშნავ, ვერც შობას და ვერც ადამიანს და ვერც შენ თავს მათ შორის. მადლობა ძალიან დიდი მამაო და თუ შეიძლება მამაო, როგორ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთი და აი სამომავლოდ მამაო, რაღაცნაირად რომ დაალაგდეს ადამიანი მეორე ადამიანთან. აი ეგ არ ხდება მამაო, რაღაცა ჩვენმა ამბიციებმა არც მოხდება, იმიტომ რომ უფალი ასე ამბობს, რომ როდესაც ეკითხებიან რა არის ყველაზე დიდი მცნება, ამბობს რომ შეიყვარე უფალი მთელი შენი სულით, გულით, გონებით და მთელი შენი ძალით. და მეორე მსგავსი მისი შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ესე იგი პირველი მცნება ღმერთი შეიყვარო და თუ ღმერთი ვერ შეიყვარე, მე ვერც თუ ღმერთი არ შეიყვარე, მე ვერც მოყვას ვერ შეიყვარებ. მაგრამ მოყვასის სიყვარულამდე უფალი ამბობს შეიყვარეო შენი მოყვასიო როგორც შენი თავიო ისეო და ესე იგი ჯერ ღმერთი უნდა გიყვარდეს მერე შენი თავი უნდა გიყვარდეს ოღონდ სწორად ნამდვილად ბოროტებაში რო არ აცხოვრებ შენს თავს ვნებებში რო არ აცხოვრებ ცოდვებში რო არ აცხოვრებ ეშმაკთან მეგობრობას რო შეწყვეტ და ღმერთთან მეგობრობას შეძლებ აი ესაა საკუთარი თავის სიყვარული და მერე უკვე ავტომატურად ხდება ის რომ ესე იგი შეგიძლია შეიყვარო შენი მოყვასი და სხვა შორის რომ დავაკვირდეთ ფსიქოლოგიურადაც ესეა, როდესაც შენ გიხარია ან სიყვარულის განწყობაზე რო ხარ ხომ ესე იგი რა გეგმები კი არ გაქვს რაიმე მოდი მე ამას ასე ვიზამ ამას ვეტყვი იმას ვეტყვი არა გული გახსნილია და რაღაცა სიხარული მოდის იქედან და უმეტეს შემთხვევაში ჩვენ იმიტომ გვიჭერს რომ გულ სიხარული არ აქვს და თუ გულ სიხარული არ აქვს ჩათვალეთ რომ ადამიანის 99% დადუმებულია და ნუ მე რაღაცას წვალობს ადამიანი და აი ცდილობს რომ მიამსგავსოს რაღაცა ურთიერთობა დამოკიდებულება მიამსგავსოს სიხარულს მიამსგავსოს სიყვარულს ჩვენ ხო ვიცით რომ აი ყალბის სიხარული არსებობს ყალბის სიყვარული არსებობს პიკასოს აქვს ერთი საინტერესო ნახატი ესეთი არლეკინო ქვია ანუ ჯამბაზია რა ჯამბაზი გამოდის სცენაზე ნუ ერთი ტილოა და გაყოფილია შუაზე ერთ მხარეს არის ჯამბაზი რომელიც სცენაზეა გამოსული და მთელი ხო იცით აი მასხარებს რომ ჭრელა ტანსაცმელი აცვია ნაირი ლამაზი ფერებით და სიხარულით და მე კულისებში როზის და კულისებში არის ნაცრისფერი თავიდან ბოლომდე. არც სახე აქვს ნორმალური, არც სამოსი აქვს ჭრელი, არამედ არის ესე იგი ნაცრისფერი მთლიანად. ესე იგი ადამიანი კულისებში ერთია და რო გამოდის მეორეა და ეს გენიოსია პიკასო რომ აი ეს დახატა და ზუსტად ეს უღმერთო დარჩენილ კაცობრიობაზე არის ზედმორგებული. იმიტომ რომ ჩვენ ყველას გაგვიჭირდება, თუ ღმერთი არ შევიყვარეთ და საიდაც გინდა წადი, მიდიხარ მაინც ღმერთამდე. და თუ ღმერთთან მიხვედი, მოხდება ის რომ გაიხარებ. აი ქართული სიტყვა გაიხარებ, ბერძნული ზმნიდან ხარადან მოდის, რომელიც ნიშნავს ღვთის მადლის გადმოსვლას. ესე იგი სიხარული ნიშნავს, როცა ღვთის მადლი გადმოდის შენზე და თუ შენზე გადმოდის მადლი ღვთისა, შენ გიხარია. და სიხარულზე უფრო დიდი ემოცია, რა ვიცი, მე არაფერი არ გამომიცდია და არც არავის არაფერი არ გამოუცდია, იმიტომ რომ როცა გიხარია, შენ თავს არ ეკუთვნი.
შენ დემონური მახეები ვერ გიჭერს, შენ პრობლემები ვერ გიჭერს, შიმშილი ვერ გამარცხებს, პრობლემები ვერ გამარცხებს, პირიქით ენერგიული ხარ. აი რაღაცა ასეთი უნდა იყოს. ჩვენ მივიღოთ მადლი ღვთისა და გავიხაროთ. და მე გავახაროთ ჩვენს ირგვლივ ათასები, როგორც წმინდა სერაფიმეს საროველი ბრძანებს. ხალხშორის მამა, აი თემას მიადექით, რომ ადამიანი ყოველთვის ერთნაირი ვერ არის, მაგალითად, აი ყველგან სხვადასხვანაირია. აი როგორ უნდა იყოს, ეხლა ვერც იქნება, მამა, ეხლა ეკლესიაში როგორ იხარ სამწუხარო ჩვენ და ვერ ხარ სამსახურში ეგეთი, იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცა მოგეთხოვება, იქ რაღაც. ანუ ამ შემთხვევაში სახიობობა ყველას უწევს, მამა, ყველა ნიღბით ადის რა. აბსოლუტურად. თუ შეიძლება, მამა, რომ აი ეს როგორ გავითავისოთ, რა ძირითადი არის, რომელიც ყველგან უნდა იყოს. აი მაგალითად ეკლესიაში რო არის ესეთი წესიერი უნდა ვიყოს სამსახურში, სიმერს. აი რა ჩვევები არის და რა თვისებები არის, რაც უნდა ყველგან ერთი უნდა იყოს რა. აი ხა დანარჩენ შეიძლება სხვანაირად მოიქცეს სხვაგან. ეკლესია შეიძლება არ ჭამო და სახლში ჭამო მაგალითად, ანუ ვიღაცას შემთხვევაში აი ძირითადები რა არის, რომელიც იმიტომ რომ ჩვენი პრობლემაც ეგ არის, ეკლესიაში ძალიან ანგელოზები ვარ და ეკლესიის გარეთ რაღაცა ცოტა წითლდებით დემონის სფერებში და თუ შეიძლება არა ერთ სიტყვაში იკრიბება პატიოსნებაში. ქართველისთვის ერთ სიტყვაში იკრიბება. ღვთისმეტყველებაშიც ესეა. პატიოსანი თუ არა ხარ, ნუ მე არაფერი არაფრად არ ღირს. ან შენი თუ პატიოსანი თუ უსინდისო ხარ, შენი სიტყვა ვისრაში არ გია, ან შენი დანახვა შენი მისვლა ან მოსვლა ან წასვლით რა კლდება და ან მოსვლით რა ემატება. ამიტომ რაღაცნაირად აი პატიოსნებასა და სინდის შორის არის ეს ყველაფერი. თუ პატიოსანი ხარ, აი რა თქმა უნდა ეს უპირველესია. და მე ახლა სამსახურში თუ ახლა გუნური ხარ და პროფესია არიცი, შენი პატიოსნებით შეიძლება დაანგრიო ყველაფერი. ნუ თავარი პატიოსნებაა და მე მოეთხოვება ყველაფერი, რაც ადამიანურია, რაც პროფესიონალურია და აი როგორ იზომება? ჭიანჭველასაც არ უნდა და პატიოსნება აქვს და როგორ იზომება? აი რომ აი ხო ვიღაცას აქვს თავის პატიოსნება, გონია რომ აი ესე უნდა იყოს ან რაღაცა და შეიძლება სულ არის. არა, ყველას თავის პატიოსნება არა, პატიოსნება ერთია. ანუ თავის აზრია. ყველას თავისი სიმართლე შეიძლება გქონდეს. ყველას მიაჩნდეს რომ ის მართალია რაღაცაში. მაგრამ საზომს ღმერთი იძლევა, მცნებებს იძლევა ღმერთი. მცნებათა უპირობო დამცველი არის პატიოსანი ადამიანი. უპირობო დამცველი არის პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ცოდვის ჩადენა. ესე იგი რო მაგალითად მოპარვა შეუძლია და არ მოიპარავს, ეს ერთი მდგომარეობაა, მაგრამ რო შეუძლია მოპარვა და ვერ მოიპარავს, აი ნუ უბრალოდ ვერ მოიპარავს, აი ესაა პატიოსნება და ეს არის სასურველი და ეს არის მნიშვნელოვანი. აი ქართველებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება იყო. გალაქტიონმა ლექსიშიც კი ახსენა ეს მდგომარეობა სავსე ქართული პატიოსნებით. რო ქალაქში იყო რაღაცა ისეთი მადლი ტრიალებდა, რომელიც იყო სავსე ქართული პატიოსნებით და აი თითქოს გვენატრება რა ის დრო, როდესაც უპირობო პატიოსნება, უპირობო მოკრძალებულობა. აი მე მაგალითად დანაკვირვები ვარ, საოცარი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მოკრძალებულობა. ჩემთვის ის ადამიანი ანგელოზს გავს, ჩემთვის კი არა, რეალობაში გავს. მოკრძალებული ადამიანი. ეს დიდი რამეა. და ეს არ უნდა დაიკარგოს. პირიქით ახლა ისეთია ვიღაცის იდეოლოგები პირიქით ასწავლიან ადამიანებს, რომ შენ უნდა აგრესია გქონდეს, პირიქით განერვიულობენ, პირიქით ცეცხლს გინთებენ, პირიქით რაღაც ყოფიდან თუ სხვას გამოიყვან თავი შენ იყო კარგად, თორე ხა სხვა რა მნიშვნელობა აქვს. მე მახსოვს ერთი 12-13 წლის წინ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც ესე იგი აბორტს ასაღებდა როგორც მანდილოსნის დემოკრატიულ უფლებას. რომ მას აქვს ამისი უფლება. კლავს საკუთარ შვილს და ეს არის მისი დემოკრატიული უფლება. ბავშვს არ ეკითხებიან. ან LGBT წარმომადგენლებს ბავშვის აყვანის უფლებას რო ართმევთ, ეს რა დემოკრატია? ამ დროს ბავშვს არავინ არ ეკითხება, უნდა თუ არა ასეთო ეგრეთ წოდებულ ოჯახში შესვლა. პატარა ბავშვი ეკითხება და რა დემოკრატიულ კანონებზეა საუბარი. ანუ საუბარია არა პატიოსნებაზე, არამედ საკუთარი
საკუთარი შენი თავისთვის სასიამოვნო სიტუაციის მოწყობისათვის იბრძვის ყველა ალბათ. მაგრამ პატიოსნებაა და პატიოსნება უნდა დამკვიდრდეს. მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრით, რომ ქართველები ისეთი მოდგმა ვართ, რომ ვერ მოვისვენებთ, სანამ პატიოსნება არ დამყარდება. და დამყარდება, მე მოვისვენებ. სხვადასხვა მამა, აი ძალიან დიდი აი ჩემი წუხილი რაც არის, რომ ერთ-ერთი რომ პატიოსნება იქ დაიკარგა, სადაც მატერიალურმა წამოიწია წინ მამაო და აი ხშირი შემთხვევა აი შემინიშნავს ხოლმე ეს სუფრა იქნება თუ რაღაცა. იმის არაფერს არ კითხულობენ, ვისაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს და უკვე კაი ადამიანად ყალიბდება საზოგადოებაში. ეგ არ მომწონს ძალიან. იმიტომ რომ პატიოსნება საერთოდ სხვა თამასაზე არის და სხვა რაღაცებს მოითხოვს რა. აი ამ შემთხვევაში მამაო, როგორ რატო დაჭდილა მატერიალურმა წარმატებამ, ისო აი წარმოგიდგენთ ხა აი მე რომ მეტყვი რომ აი მაგალითად ვისაც ფული აქვს, მე იმას ვცემ პატიოს, მე უკვე თქვენ ძალაუნებურად მიბიძგებთ იმისკენ, რომ მე ვიშოვო ფული და რაც მინდა გავაკეთო, თქვენ მაინც ფული რომ იქნება პატივს ვცემთ. აი წარმოგიდგენთ ადამიანი რა დონეზე დავიდა, ხო? ადრე არ იყო ეგრე, ადრე რომ გაიხედავდი ინტელიგენციას, ლექტორი რო იყო, იმას უფრო მეტ პატივს ვცემდნენ, ვიდრე ნებისმიერ ოლიგარქს. არ ქონა მაგას ნიშნულობა, რომ პროფესორი ან მასწავლებელი უფრო წინ იყო, მღვდელი უფრო წინ იყო რაღაცა. დღეს უკვე სხვა იმან წამოიწიათ, სამწუხაროდ ჩვენ და ეს ჩვენი დაბალი განათლების ამბავია თუ რა პრობლემა არ შეიძლება გაჭირვების ამბავიც არის. აი ამ შემთხვევაში აი ნათლობებზე თუ აკვირდებით, მამაო, რომ ძირითადად აი შეძლებულ ადამიანს მოანათლებენ ბავშვს და არა ეკლესიურს. ნუ ახლა ზოგადად კაცობრიობაში ეგეთი სიტუაცია და ეს ადრე არის ხო არის. ეს 10 წლეულებიან მიდის ეგ მოძრაობა, რომ აი მაგალითად სპეციალურად სოფლიოში ესია ყველაზე წარმატებულ მისაბაძ ძლიერ პიროვნებად წარმოჩნდება არაღირებულებების მატარებელი, არამედ საქმის მკეთებელი. მაგალითად სპორტსმენი, მაგალითად მსახიობი, ხო, მაგალითად, ნუ რა ვიცი, თუნდაც მფრინავი, თუნდაც რომელი სტრატოსფეროდან გადმოხდა და ასე შემდგომ. ნუ ესე იგი არაშინაგანი ღირებულებების მატარებელი ადამიანის პოპულარიზება ხდება, არამედ გარეგნული თვისებების მატარებელი. აი რო ავიღოთ და ნუ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვაზე მინისტრი ან რაღაცა სიტყვაზე. იმის დირექტორი რაღაც ქარხნის. ის უფრო რატო უნდა იყოს, ანუ სხვანაირად ხომ. ხო, მაგრამ აი ეგ მე მაგ პროპაგანდით ადამიანთა აზროვნება არის შეცვლილი უკვე. ფაქტიურად შეცვლილია. აი გურამ დოჩანაშვილს აქვს 60 პირველში. მე ღარიბი ვარ როგორც იესო. ანუ მე რომ მიყურებთ, მე ღირებულება მატერიალური არ გამაჩნია არაფერი. მაგრამ იესოც ღარიბი იყო და იესოზე ღარიბი მე მგონი მსოფლიოში არ ვიცი ვინ იყო. მას წილიც არ მისცეს. მას საერთოდ არაფერი არ გააჩნდა. არაფერი არ გააჩნდა საერთოდ. ხო და ეს შეიძლება გარეგნულად არაფერი გაგაჩნდეს, მაგრამ შინაგანი ღირებულებებია მთავარი და ეს მიზანმიმართულად მიდის, ეს საერთოდ ღირებულებების მატარებელი ადამიანი ძნელი სამართავია. და ღირებულების არ მქონე ადამიანი ძალიან ადვილი სამართავია. მატერიალურზე თუ ნარკოტიკს მიაჩვევ, თუ გართობას მიაჩვევ, დროსტარებას მიარჩევ, ჭამას, სმას და ნუ საშინელ ჭამას, თავდადებად ბოლომდე, სიკვდილამდე ჭამას ვართ მიჩვეული, სმას და წაქცევამდე, ნარკოტიკს და რამდენი გარდაგვეცვალა, როგორი ამდენი ოქროსავით ადამიანი ზედოზირებით. აი რაღაც ეს გარეგნულზე გადაერთო ადამიანი და რა თქმა უნდა თავში ეშმაკია და მერე მისი მსახურები მოდიან. და ბუნებრივია რომ აი ეს უნდა შეიცვალოს და ღირებულებები უნდა პირველ ადგილზე დადგეს. სხვათა შორის ეხლა ჩვენ ხედავთ რომ არის მცდელობა ამისი რომ ღირებულებები წამოვიდეს წინ და არა გარეგნული მდგომარეობა, რომ აი მაგალითად მე თუ სინდისო ვარ, მე შეიძლება თუ რა მომეცა საშუალება ვიკადრო ის რომ მაგალითად ჩემი ქვეყანის ესე იგი იმდენი კი არ მივიღო ჩემი ქვეყნიდან რაც დასაც ბედი მარგუნებს როგორც ჭაბუა ამბობს ამირ ეჯიბი დათათოდაშიაში პატრიოტი არის ისო ვინც ყველაფერს მისცემსო ქვეყანასო და აიღებს იმდენსო რამდენსაც ბედი არ გუნებსო და
სხვა შემთხვევაში ღირებულებების არ მქონე ადამიანი იღებს იმდენს, რამდენსაც ესე იგი შეძლებს. აი მაგალითად რამდენიმე 10-15 წლის წინ გავიგე ერთი ესეთი შემთხვევა, ის ადამიანი დაიჭირეს, ხელნაწერები გაყიდა. ქართული უნიკალური ხელნაწერები ადგა და გაყიდა. რა შორს მიდიხარ? დავით გარეჯი გაყიდა. ხო, აი დავით გარეჯი გაყიდა. ხო, მე პირადად ვიყავი იქ სამხედროებმა შემაჩერეს, გამაჩერეს იქ ერთი 20-30 აზერბაიჯანელი სამხედრო დადიოდა და რაღაცა კი არ უთქვიათ რომ აქ არ მოხვიდე, იქ არ მოხვიდე, მაგრამ იცით უკვე ასეთი შეზღუდვებია და აი რაღაცა ეს. ანუ ამ ყველაფრის უკან ღირებულებები კი არ დგას გარეგნულის მოტრფიალე ადამიანი. და ჩემი აზრით დღეს უკვე მოვიდა ეს დრო და ყველამ უნდა ვეცადოთ რომ პირველ რიგზე ღირებულებები გავიყვანოთ. აი პატარა ბავშვი რო იბადება, ის აი რას ხვდება, ეხლა რას უყურებს ის უნდა ხედავდეს, რომ პირველ ადგილზე არის ღირსეული ადამიანი. 100,000 მოწამის ტიპის ადამიანი, დიდგორის მეომრის ტიპის ადამიანი, ადამიანი, ვისაც აი ღირსება საკუთარ თავზე მეტად უყვარს. აი ერთი ისტორიკოსი ხო ამბობს რომ ქართველებს ღირსების გამო სიკვდილით შეუძლიათო. აი ეს ბავშვმა უნდა ნახოს, ახლა ეს ისტორიაში კი არ უნდა წაიკითხოს. რა თქმა უნდა ეს მაგარია რომ არსებობდა, მაგრამ რეალური ადამიანი უნდა დავინახო, აი ჩემი მეზობელი მაგალითად, რომელიც ბავშვი ვარ და ჩემი მეზობელი, რომელიც მზად არის ღირსების გამო თავიც გაწიროს და არაფრად არ უღირს სიცოცხლე თუ მის ღირსებას შეეხებიან. ასეთი ადამიანები უბრალოდ სასწაულები არიან. ასეთ ადამიანებს შეიძლება სხვანაირად უწოდოთ ნამდვილად პატიოსანი ადამიანები. იმიტომ რომ ქართული სიტყვა პატიოსანი ეგ არის კომპოზიტია პატივი და ოსანა. ოსანა ანუ დიდება ღმერთს, პატივი და დიდება ღმერთს. აი პატიოსანი ადამიანის მოკლე ასე ვთქვათ შინაგანი სამყარო ეს არის. პატივს მიაგებს და ადიდებს ღმერთს. მაშინაც კი როცა შეიძლება ყველამ ღმერთი აგინოს. და ღმერთი, როდესაც მოვიდა ქრისტე, მან გვასწავლა როგორ ვატაროთ შინაგანი ღირებულებები. თორე მას ესე იგი რაღაცა ის არ უსწავლებია ფინანსური მაქინაციები და ასე შემოქმედებული ცხოვრების წესები და რამე. მან გვასწავლა პირველი. თუ არის პატიოსნება, მერე შენ გონება გეხსნება და მერე ყველაფერში ხელი მომართული. მერე ყველაფერში ხარ ძლიერი, შრომაშიც ხარ ძლიერი, რასაც იშოვი შეგერგება, ქველმოქმედი ხარ, დიდი ფულის მატარებელი ადამიანი. საპატივცემულო იმ შემთხვევაშია თუ ის სიკეთითაა სავსე, ანუ ქველმოქმედია და ესე იგი ხო, თორე ჩვენ ხო ვიცით რომ შეიძლება დიდ უმძგავსობებამდე მივიდეს ადამიანი, როდესაც დიდი ფული თუა, დიდი გავლენა თუა შეიძლება თვითონ თავისი სიამოვნებისთვის გამოიყენოს. ამის შესანარჩუნებლად მე ყველაფერს აი ქართველი ყოველთვის ღირსებებს აკვირდებოდა ადამიანისას და ეს ძალიან საინტერესო, აი ჯერ კიდევ ჩემი მშობლების თაობაში ღირსებას აკვირდებოდნენ. აი მე რო დავიბადე, მამა ჩემი ეგრე აზროვნებდა. როდესაც ადამიანს აფასებდა, ის ამბობდა, რომ ან პატიოსანი კაცია, ან უსინდისო კაცია. იყო კიდე მესამე კატეგორია, ეს ღვთისმიერი ადამიანი. თუ იტყოდა ღვთისმიერი ადამიანი, ეს არის უმაღლესი ლიგის ისა მოთამაშე, ასე ვთქვათ. ესე იგი ღვთისმიერი ადამიანი, პატიოსანი ადამიანი და უსინდისო ადამიანი. სულ ეს იყო მამაჩემის ისა და მე ამას ძალიან ვაკვირდებოდი და ვიზეც ამბობდა ამას უსინდისოსობას ან პატიოსნებას, იმათ ვაკვირდებოდი და რაღაცა მართლა ასე იყო რა და ეს ბავშვობიდანვე გადმომეცა, ასე ვთქვათ, მამაჩემიდან და ესე იგი იმის თქმა მინდა რომ ჩვენი მშობლების თაობა ასე აზროვნებდა კიდე რო არ თქვათ კიდე უფრო წინა თაობაზე. მერე დაიწყო ძალიან დიდი არეულობა ალბათ 60-70-იანი წლებიდან და დღეს მივიღეთ ის სიტუაცია, რომ შინაგანი თვისებები, ღირებულებები ადამიანს არ გააჩნია თითქოს.
აი ახალგაზრდა როიბადება 25 წლის ტიპია და ვერ გაიგებ ოფიცერს, აიღან მოვიდა რა ხდება. ხო და ეს სხვათა შორის მე ჩვენი პრემიერ-მინისტრის სიტყვა მომეწონა ძალიან, რომელიც განათლების რეფორმაზე ამბობდა. დღესო ჩვენი ახალგაზრდებიო ამთავრებენო უმაღლეს სასწავლებელსო, ვერც პროფესიონალები ხდებიანო, ვერც პატრიოტები ხდებიანო და არც წიგნი უყვართო მე. ანუ არაფერი არ იციან. არც პროფესია აქვს და არც პატრიოტიზმი. და არც ცოდნა კიდე, აი, ნუ ხო შეიძლება ახლა პროფესიონალური ცოდნა არ გაქვს, მაგრამ სხვანაირი ცოდნა გქონდეს, ლოგიკური აზროვნება განვითარებული. აი, წარმოიდგინეთ, ეს რეალობა დღეს საქართველოში არის და ჩვენ გვეღუპება თაობები და აი პროფესიონალად ვერ ყალიბდება, იმათ ვერ ყალიბდება, რა ქვია, პატრიოტად. სანაცვლოდ ღამის კლუბები, აი ღამის კლუბები რო ერთხელ გადაკეტეს, ნუ რა ამბავი და ისე ხო არ ვთქვას, მამა. ეხეც გითხრაცი. ხაი ჩეთან ეგრეა, ხო იცი, ვისი ბრალი არიცი. არა. არა, როდესაც ერის გადაშენება უნდათ, ერს მის ისტორიას ავიწყებენ და ჩვენი ისტორია არ ვიცით. ჩვენ ისტორიას გვიგინებდნენ. მე პირადად მოვისმინეთ ინტერნეტით, აი როდესაც ის ღრმად განათლებული ადამიანი ამბობდა, რომ დავით აღმაშენებელის ყველა შთამომავალი იდიოტიაო და მე ისე გადავთვალეთ ჩემ თავში დემეტრე მეფე, რომელიც შენხარვენახის ავტორი, მერე გიორგი მეორე, თამარ მეფის გიორგი მესამე, თამარ მეფის მამა და თამარ მეფე, აი შვილი და შვილიშვილის შვილი. და აი რომელი იყო მათ შორის იდიოტია რა, ნუ აი ასე ხო არ შეიძლება და ესე იგი, როდესაც შენ ვიღაცისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის ავტორიტეტი ხარ, ბუნებრივია ის შენ გიჯერებს და შენ იგივე პიროვნება ამბობს, რომ დღესო განათლებულ საზოგადოებაშიო, ევროპაშიო ღმერთზე არ არისო საუბარიო, ესო სიბნელეაო კაცო. ყველაფერი გააკეთეს. ესო სიბნელეა. და ეს აი სწორედ ეგ პროპაგანდა. მე შეიძლება ჩემი წლოვანებისას გამეცინოს ასეთ სიტყვებზე. იმიტომ რომ ხო ვიცი რომ ეგრე არაა, მაგრამ აი იმ თქვათ უმანკო ბავშვი, რომელმაც არ იცის რა ხდება ამ ქვეყანაზე, ნუ ჯერჯერობით მყარ პოზიციაზე ჩანდა ის ადამიანი და დაიჯერა მისი. ჩემ შვილს ერთხელ ჩემმა შვილმა ატეხა სკოლაში ლამი ჩხუბი. პედაგოგი ეუბნებოდა, რომ ესე იგი დიდგორის მეომრებიო, იმიტომ იყვნენ გაბედულებიო, რომ ნარკოტიკულ თრობაში იყვნენო. ანუ ეგ რომელმაც მე ვთქვი ეგ ტელევიზორში ავანტყოფი ვინდა რომელმა თქვა მამაო? ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან ბევრნი და ძალიან მიზანმიმართულად მოქმედებდნენ. იმედი მაქვს რომ მოქმედებდნენ და აი პრემიერის სიტყვა იმიტომ ვახსენე რომ იმედია რომ ლექტორი კაცი რომ ლექტორი არა მასწავლებელი სკოლაში ხო რას ეუბნება წარმოიდგინეთ რომ ის რომელიც აი ყველაზე საამაყო ბრძოლა რომელიც მოვიგეთ რომ რაოდენობითაც როგორი ცოტა ყველაზე საამაყო მეფე გვიგინეს საამაყო ბრძოლა გვიგინეს 100,000 მოწამეო არ არსებობდაო თბილისშიო იმ დროსო 100,000 ადამიანი საერთოდ არ იცხოვრებოდაო ეს ტყუილია ვიღაცას გონია რომ ესე იგი ოქროსხანის თბილისი იყო იმ ხელა რომელიც ახლა ძველი თბილისია ამ დროს ისნის სასახლე ისანში უბანისანში იყო მეფის სასახლე საერთოდ და თბილისი სულ სხვანაირი გეოგრაფიის იყო სულ სხვანაირი სიდიდის იყო მაგრამ თვითონ ერი ვიყავით ძალიან ბევრი ივანე ჯავახიშვილის აი ყველაზე კრიტიკული ანგარიშითაც კი აღმოსავლეთ საქართველოში 100,000 მოწამე რო ეწამა თემურლენგი რო ჯალალედინი რო გააძევეს მონღოლებს რო გაექცა და მონღოლები შემოვიდნენ აი მონღოლებმა აღწერა რომ ჩაატარეს აღმოსავლეთ საქართველოში
ნუ ეს ძალიან საინტერესო ის აქვს ივანე ჯავახიშვილს. ესე იგი მონღოლებმა ჩვენ დაგვაწესეთ აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ბეგარა 90,000 მეომარი ყოველ წელს უნდა გასულიყო საქართველოსთან. მარტო მეომარი რამდენი 9 ოჯახიდან 1 მეომარი, 9 ოჯახიდან 1 მეომარი, ასეთი ბეგარა იყო და ნუ ეს ისეთი მყარი ისტორიული ცნობაა და ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს თუ 90,000 მეომარი გადიოდა საქართველოსთან ყოველ წელს, გავიდოდა 1,90,000 შემოვიდოდა რამდენიც შემოვიდოდა, მერე გავიდოდა მეორე 90,000. 9 ოჯახიდან 1. ესე იგი 810,000 ოჯახია, ხო? და თუ წარმოვიდგენთო, რომ თითოეულში 5 წევრიაო მინიმუმო, ხო? მინიმუმ 4 მილიონი ხო იყო აღმოსავლეთ საქართველოში. და ამ დროს დასავლეთ საქართველო უფრო ხალხმრავალი იყო. ესე იგი საუბარი არის ქვეყანაზე, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნეში იყო სადღაც 10-12 და შეიძლება მეტი მილიონიც კი. და ახლა მათი დედაქალაქი რო 100,000-იანი ყოფილიყო, აქ რა არის ამაში გასაკვირი და წარმოიდგინეთ, აი ყველაფრის მიმართ რაღაც აი გულგრილობას უთესავენ ახალგაზრდებს. რო ღვთაებრივი ცეცხლი კი არ გადმოდის, იქ პატრიარქი შედის იერუსალიმში, სანთებელათი ანთებს რაღაცას. ნუ ესეთი რამე როგორ უნდა იკადრო, მაგრამ კადრულობ და ის ხო არის მე მგონი ფაშისტური ის არის არა ეს ფორმულა რომ ტყუილს თუ ამბობ დიდი უნდა თქვა რომ დაიჯერონ რა შეიძლება მაგაზე რაღაცა გითხრათ აი ხა მე მაგაზე პასუხი მაქვს ერთი ის რომ აი წარმოგიდგეთ ცეცხლის გადმოსვლაზე რომ ამბობენ რომ ცეცხლი არ გადმოდისო და შეაქვსო ის არ ქვე პატრიარქს რაღაცას აჟიგავკა სიტყვას და ამით ანთებს და გამო აი ეხა დაუკვირდით უბრალოდ მილიარდებს ხარჯავენ ეს ბოროტი ძალები სხვათა შორის მაქედან მომავალი რომ ჩვენი მართლმადიდებლობა დაკნინდეს იქ სადაც რაღაცა გვება და ყველაფერი წაგვართვეს და რას გვიშვებიან ქრისტე მიჩქმალონ უნდათ იმიტომ რომ მაცხოვარი ჯვარს აცვეს მაგათმა წარმოგიდგეთ ერთი პატარა კამერებია თან ერთ პატარა კამერას დააყენებდნენ ან გადაღებული მას და აჩვენებდნენ აი ჩვენ როგორი აფერისტები ვართ სიტყვაზე ეს სიტყვა თუ ჩვენ მიგონებთ მორჩებოდა ეს ყველაფერი რატო დახარჯავენ სპეციალურადაა მონოფიზიტი სომეხი მონოფიზიტები სპეციალურად ესწრებიან იმ ცეცხლის გადმოსვლას პირველი იმიტომ რომ კამერაზე უფრო მნიშვნელოვანია მათი იქ ყოფნა იმიტომ რომ პირველი ეგერი იყვირებენ მაგრამ ასე არ უნდა მივუდგეთ სიტყვაზე მამო ხო აჩვენებდნენ მაგრამ მორჩებოდა იქ არ იქნებოდა არა ამაზე კამაც არ უნდა ჩავყვეთ უბრალოდ ჩემი ლოგიკა რა არის იცით ეს ღმერთისთვის შეუძლებელია ეს ღმერთისთვის შეუძლებელი არ არის და უნდა დავამთავროთ ეს არ არის ადამიანთა მცდელობა ეს არის ღვთაებრივი გამოვლინება და თუ ღვთაებრივი და აი სწორედ იმ ღვთაებრივს ეძებენ ებრძვიან ის უნდათ რომ ჩააბნელონ და რა თქმა უნდა შენ მოგწყვიტონ ყველანაირ ლოგიკურს, ყველანაირ აზრიანს, ყველანაირ არ ვიცი, აი ყველანაირ განათლებულს, ყველანაირ აი ლოგიკურს. და მამო ღმერთი დაგაგმობინონ. აი ეგ რას ნიშნავს, რომ ღმერთის სიძლიერეში გეპარება ეჭვი, როცა ამბობ, რომ ცეცხლის გადმოსვლა არ მასე არ გეუბნებიან, რომ ღმერთს ეს არ შეუძლია. გეუბნებიან, რომ ესენი თაღლითობენ. და ამაში მართლა ეჭვი გეპარება. როგორ გეპარება იქ მამა? არა, ისე გეუბნებიან, შენ თუ მორწმუნე არ ხარ, ეჭვი შეგეპარება. იმიტომ რომ მართლმადიდებლობას, ესე იგი, თავისი ფუნქციონირებისთვისო სჭირდება რაღაცა მძაფრი სასწაულებიო რა და ეს ვითომ სასწაული მოიგონესო. აი ამ კუთხიდან დაანახეს. და თან მამაო რამხელა და ეს საეშმაკო ლოგიკაა. სხვათა შორის ეშმაკი ევას სწორედ ამ ლოგიკით დაელაპარაკა და ეს არის ადვილი სქემა ადამიანის დამარცხების. როდესაც სუსტი ადამიანი ღმერთს მოსწყვიტავ ადამიანის გონებას და დატოვებ მარტო ამ ქვეყნიურ ლოგიკაში. და მერე უკვე მისი თამაში ადვილია და ათამაშებენ კიდეც. მაგრამ მორწმუნე სხვანაირად აზროვნებს. ესე იგი იერუსალიმის პატრიარქი რას აკეთებს ჩემთვის ეს კი არაა მთავარი ღმერთი რას ავლენს ისაა მთავარი ჩემთვის და მე პირადად არ მჭირდება პირადად ჩემი სიძლიერით ჩემი რწმენისთვის ეს სასწაული არ მჭირდება მე პირადად არც ვარ ნამყოფი არ ვარ იერუსალიმშიც არა ვარ არასდროს ნამყოფი და არც მე და გვინდა სხვათა შორის ძალიან და ლუკასი ყველა შორის და მე ჩამოვიდა რომ მინდოდა დავარიგე რომ მინდოდა ჩავიდოდი მაგრამ
იმით მე ამას რატო ვამბობ, მე ცალკე დატოვებულ აზრად არ მინდა რომ იერუსალიმში ნამყოფი არ ვარ. აქ არის, ჩემი იერუსალიმი აქ არის. აქ გადმოდის ჩემზე მადლი ღვთისა. წარმოიდგინეთ. აი, ჩემს სამშობლოში მიწიდანაც, ციდანაც, წყლიდანაც, მცენარიდანაც, კენჭებიდან და ყველგან მადლი მოჟონავს. მე რამდენჯერმე ვარ საზღვარგარეთ ნამყოფი, სულ რამდენჯერმე და რამდენჯერაც გავედი, იმდენჯერ მივხვდი, რომ ერთი სული მქონდა, აი ძალიან ქარბუქებში, რომ სწრაფად შევსულიყავი ჩემს თბილ ოთახში, აი დაახლოებით ესე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. და გრძნობდი, რომ აქ საოცარი მადლია და სუფევს მადლია. მე სულ არ მჭირდება ღვთაებრივი ვიცეცხლ და შენ ვიღაცა, რომელიც ქრისტეს ებრძვის, შენ თუ არ გჭირდება, შენ დარჩები უღმერთოდ და როგორც შენი გადაწყვეტილება ისე დარჩები, მაგრამ აი ეს ახალგაზრდები, რომელთა მოწყვეტაც ცდელობა ხდება მოწყვეტის, აი ეს არის უბრალოდ მიუღებელი და პროპაგანდა და აი სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა დაიცვას თავისი დაბადებული ბავშვები და ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვები და ღვთისმადლით ეს დაალაგდება, იმიტომ რომ პრობლემა უკვე ასე ვთქვათ სკანირებულია და უკვე ვიცით რა პრობლემაა ეს. და უკვე ვიცით, რომ საიდანაც დავიწყეთ საუბარი, ის იყო, რომ ჩვენ ღირებულებები უნდა გვქონდეს და ღირებულებების მატარებელი ერი უნდა ვიყოთ. მაგრამ აი ეს არის, რომ ესე იგი, აი მაგალითად ღირებულება უფრო მთავარია, ვიდრე რაღაცა ამქვეყნიური. და ბუნებრივია, რომ ეს მომავალმა თაობებმა პირველ ადგილზე უნდა გადაწიონ. ამ ესე იგი ყველანაირი შრომა გვჭირდება ოჯახებს, სკოლებს, ეკლესიებს, პირადად შენ გჭირდება შრომა, რომ ღირსების მატარებელი ადამიანი იყო, აი ცოცხალი მაგალითი რო იყო პატარა ბავშვისთვის. შენი ქცევა ისეთი უნდა იყოს, შენი შეხედულებაც ისეთი უნდა იყოს. და აი არ ვიცი, ჯერ ერთი ჩვენი ერი ულამაზესი ერია, მაგრამ წარმოიდგინეთ მარტო გარეგნული სილამაზე ხო არ უნდა დარჩეს ერის, უნდა დარჩეს შინაგანი სილამაზე, რომელსაც ჩვენი ერი მშვენიერებას ეძახის. აი ეს მშვენიერება არ უნდა დაკარგოს ერმა და ღვთისმადლით არც დაკარგავს, იმიტომ რომ ერის ძალიან დიდი ნაწილი არის უძრავად, აი მაგალითად ზღვის და ოკეანის ნაპირას რო არის კლდეები, ხო იცით და ეს ტალღები რო ეხეთქება და არიღლებიან ეს ტალღებიც არიღლებიან, არც საუკუნეებია და კლდესაც ვერაფერს ვერ აკლებენ. აი რაღაცა მე ამას ვადარებ ჩვენი ერის ძირითად ნაწილს. რაც გინდა ხდებოდეს, ჩვენ შეიძლება არ გვსიამოვნებს, შეიძლება ვიძაბებით, შეიძლება ასე, შეიძლება ისე, მაგრამ არ ხდება ჩვენი აზროვნების შეცვლა. არ ხდება. და როგორც კი ესე იგი, როგორც კი რაღაცა დათბება და როგორც კი რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია, ოჯახები ისევ აღმოაცენებენ რაღაცა ძალიან დიდ სიწმინდეს. აი მე მჯერა და მწამს და ვხედავ ამას. იმიტომ რომ აი მაგალითად ისეთი ბავშვები იბადებიან, ისეთი ლამაზი ოჯახები მოდიან, ბავშვები თავისი მშობლებით ან რა კაი ხედვა გაქვთ, როგორ მიხართ? არა, მე ამას ვხედავ რეალურად. ოპტიმისტურად რო ხართ განწყობილი. არა, ეს არის. იმიტომ რომ ნათელი იგი ბნელსა შინას ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია. ანუ ღმერთი მოქმედებს და ბნელი მას ვერასდროს ვერ დაფარავს, ისე როგორც სინათლეს სიბნელე როგორ მოერევა. არა აქვს ის რესურსი სიბნელეს რო სინათლეს მოერიოს და ასევეა ადამიანებში სიკეთეს სიბნელე ვერ მოერევა, ანუ ღმერთს ღმერთობა ვერ მოერევა. უბრალოდ ჩვენ ძალიან დიდი მცდელობა იყო და მე მგონი მოახლოვდება ის დრო, როდესაც აი მაგალითად ფსიქოლოგები, მაგალითად გონიერი ადამიანები გაშიფრავენ იმათ სქემებს, თუ რანაირად ხდებოდა ჩვენი ესე იგი აზროვნების დაძაბვა, შეცვლა, მუდმივად რომ სადავო თემა არის, ასე ვთქვათ, ჟარგონზე ვიტყვი, შემოგდებული მუდმივად და მუდმივად მე ამას უყურებ, აი ჩემი ბავშვობა სკოლის პერიოდიდან ის რა მაინტერესებს, აი თან დიდი ბუდისტმა, ეს ვის აი კონფუცი ამბობს ამას, რომ ვისაც შენ წყობიდან გამოყავხარო,
მასო უნდაო შენი მართვაო. მას მიზნად აქვსო შენი მართვაო. და ვისაც მოვილაპარაკეთ, მამო. და ვისაც რამე მეორე მამაო რა არის? ვისაც რაო? რა. ვისაც ყობიდან გამოყავხარ, იმას მართვა უნდაო შენი. მას უნდა შენი მართვა. ანუ მას უნდა რომ შენ დაგიგვემთებაროს. შენ მისი მონა გახდე, ასე ვთქვათ, მისი სიტყვის აღმასრულებელი გახდე. არა და ჩვენ არ შეგვიძლია მონობა. ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრიერი ვართ. ჩვენ შემთხვევით არ არის რომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ღმერთის კურთხევით მოხდა. და აი მე-19 საუკუნეში მაგარი ისტორია ილარიონ ქართველზე, რომელიც ულუმბოს მთაზე მოღვაწეობდა და მე იქედან უნდოდა ულუმბოს მთიდან ესე იგი თავარ არქიმანდრიტს რომ ეს ქართველები გაეყარა რა იმ მთიდან ილარიონი და მისი მოწაფეები. და ამ დროს ქონდა გასაბრძანება შესაბამისი რომ ქართველები გაეყარათ და ღვთისმშობელი ეცხადება ამ წინამძღვარს და განრისხებული ღვთისმშობელი და ესეთ რამეს ეუბნება ვინც ამ ენაზე მოლაპარაკესო დევნისო მე გამარისხებსო რამე თუ ესერიო ჩემმა ძემო მე ჩამაბარაო და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის ესე იგი შეურყეველი მართლმადიდებლობის გამო ისინი არიანო ჩემი წილხვედრიო შეურყეველი მართლმადიდებლობის გამო ჩვენ გვაქვს ეს უნარი რომ შეურყეველი მართლმადიდებელი ვიყოთ და ჩვენ შეურყეველი მართლმადიდებლები ვართ დღესაც უბრალოდ სხვა საკითხია რომ შვებასიამე სიყვარული და ის ამ ქვეყნის სიყვარული და ეს ეხლა პირველ ადგილზეა გადმოწმული მაგრამ ღმერთთან მიმართებაში ჩვენ კითხვებს არ ვსვამთ ვინ არის ჩვენი ღმერთი დღეს რაც სოფლიოში ჰაერში ტრიალებს დღეს სოფლიოში მარტო ქრისტიანობიდან ამოსული ესე იგი სექტები თუ მიმდინარეობები არის 45000 ნუ Google-ის მიხედვით 45000 ხუთკაციანი სექტა 10კაციანი სექტა და ასე შემდგომ და დიდები პატარები ნუ ყველა ერთად 45000 აი ჩვენ ქართველები 45000-იან ქაოსში 45000 ციფრი ეს ძალიან დიდი ციფრია 45000 ჩვენში ქაოსს არ იწვევს ჩვენ ვიცით ვინ არის ქრისტე ვიცით და აი წარმოიდგინეთ დღესაც ესეთები ვართ უბრალოდ ჩვენ არა უბრალოდ ჩვენი პრობლემა იცით რა არის რის გამოც ოქროს ხანა დამთავრდა ის არის ჩვენი პრობლემა დღესაც ქართველებმა დავივიწყეთ ღმერთი გვიყვარს ღმერთი მაგრამ ამ ქვეყნიური შვებასიამით ცხოვრობთ და ამ ქვეყნიური შვებასიამი დღესაც პირველ ადგილზე დგას წარმოგიდგენიათ დღესაც პირველ ადგილზე დგას მაგრამ თუ ღმერთი გიყვარს ღმერთი პირველ ადგილზე უნდა გყავდეს და არა მაშინ როცა გაგაცემდეთ. ამდენ გაწყავს დღეს აი თქვენი საზრით, აი ხო ყავთ აი რევოლუციის, ხო აი ხო მოდიან ახსარებს, ხო ატყობთ ვისთვის არის მატერიალური წინ, ვისთვის არის ქრისტე უფრო უპირატესი, ხო? აი მიახლოებით 1000 კაცი და თქვენი საზრით რამდენ კაცს ყავს უფრო წინ ღმერთი და ადამიანი ვინ არის მატერიალური. აი დავსვათ უბრალოდ ვამბობ, ხო დიახ. ჯერ უნდა დავსვათ რამდენ სასულიერო პირს ყავს ეს. ხო წარმოიდგინე ხა სარამხელაზეა შემოჭრილი უკვე სასულიერო პირებში. ის სასულიერო პირი მე ვიცი სასულიერო პირი რომელიც ქრისტეს არ იცნობს მაგრამ ქადაგებს ქრისტიანობას და ვინც მას მოусმენს ის თავისებურ ქრისტიანობას მიიღებს ადამიანებში მომოვიდეს ამიტომ რაღაცა რა არის იცით ჩვენ რაღაცა გჭირდება აი გამოფხიზლება გჭირდება აი მამო ვიცით რა ყველაზე დიდი პრობლემა რაში არის რომ ამბიციები მამო ეს ამბიციებმა საერთოდ აი ამ სიზღმა აი რა ვერ გავიყავით აი სიტყვაზე ვართ 2 მილიონამდე ვართ რა ეხა ვიღაცები იტყვია რაღაცა 4 ვართ 6 მაგრამ 2 მილიონამდე ადამიანი ვართ სიტყვაზე ხო აი აქ ვინც ვართ საქართველოში არა მეტი ვართ რა ხო ნუ ამდენი ვართ 3 ვართ ხო კაი 3 და 700000 კიდე ჩვენი ძმები ვინც ჩვენთან ერთად დაიბადნენ და ცხოვრობენ ამ ქვეყანაში უკვე ჩამოასახლეს არა 3.700.000 ხო, კაი, ვარ 3.700.000 სიტყვაზე. აი, რა ვერ აი, რამდენ ადამიანს ეკუთვნის, რომ გაიყოს ეს თემა სიტყვაზე 5,000-მა კაცმა რომ დაალაგო საქართველოს, ხო შეუულიათ, ხო? აი, რით ვერ დაალაგდნენ ერთმანეთში? ხო შეიძლება რომ ერთმანეთს ჩვენი პირადი ამბიციები გადავდოთ იქით და თქვათ რომ მოდი რა არის უპირატესი, აი მაშინ მაინც შევთანხმდეთ. ვერ თანხდებით, მამო. იმიტომ მე თქვენ არ ჩვენი პრობლემა უფრო შორიდან მოდის. 800 წლის წინიდან მოდის.
როდესაც ქართველებმა დავივიწყეთ ღმერთი და ამ ქვეყნიურ შვებასიამეს მიეცით თავი ერთი წამი დავიწყეთ ეს ცხოვრება. მერე მე-15 საუკუნეში 8 ნაწილად დაიშალა საქართველო, 8 ნაწილად. მე-15 საუკუნე, მე-16, მე-17, მე-18 საუკუნე, 3 საუკუნე ნახევარი ჩვენ ვერ გავერთიანდით. მე-19 საუკუნეში ვერ გავერთიანდით. მაგრამ შემოვიდა რუსული იმპერია და 8 ნაწილად დაშლილი საქართველო ორ გუბერნიად გაგვაერთიანა. მერე რუსეთში მოხდა ესე იგი გადატრიალება, რუსეთმა ვეღარ მოიცალა საქართველოსთვის, საქართველოში გერმანიის ძალა გაძლიერდა, გერმანიამ კიდე ულტიმატუმის სახით მოგთხოვა დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა. გამოაცხადეთ 26 მაისს, 28-ში და 29-ში 27-ში და 28-ში სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ესე იგი ეს 8 ვინ დაგვიჭირა მხარი იცით მამა თურმე? არგენტინას უღია. თიცოდი ესე გამიკვირდა. მადლობა არგენტინაზე. ხო მართლა. ხო და აი წარმოიდგინე, ჩვენი ემიგრაცია დიდი იყო იქ არგენტინაში. მართლა თქვა ეთქვა თაში. და ესე იგი როგორ არის, ესე იგი 8 ნაწილად დაშლილი საქართველო, რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად ვერ გავერთიანდით და ჩვენ ფაქტიურად თურქეთისა და სპარსეთის გავლენით ნელ-ნელა ვიღუპებოდით. ამ ორ ქვეყანაში ქრისტიანობა ბოლომდე იყო შეჩერებული და ჩვენც იგივე გვემოგვიგრებოდა. ჩვენ ახლა ქრისტიანობას არ უარყოფდით, ამიტომ ვიხოცებოდით ნელ-ნელა და სულ 400.000 დავრჩით. 8 ნაწილად დაგლეჯილები ძლივს რაღაცნაირად გავერთიანდა. იმპერიამ დაგვიპყრო, გერმანიამ ულტიმატუმით დამოუკიდებლობა გამოგვაცხადებია და აი ესე აღმოჩნდით ერთი მთლიანი საქართველო. და მერე ეგერ წართმეული აჭარა, მესხეთი, ჯავახეთი, აფხაზეთი მათ შორის, თურქეთს ჰქონდა წაღებული, დაგვიბრუნა იმპერიამ, და რაღაცნაირად აი ჩემთვის ეს არის სასწაული. მაგრამ მეორეა რომ ჩვენში არ აღმოგვაჩნდა ძალა, რომ გავერთიანებულიყავით ისევ. მესხეთში და მეფე საქართველოს მეფე გიორგი მე-14 დააპატიმრეს თუ მე-11 არა გიორგი მე-7 მოკლედ დააპატიმრეს იქ დააპატიმრეს წარმოგიდგენიათ ანუ ერთიანობის სიმბოლო დააპატიმრეს და ესე იგი დაიშალა საქართველო დაიშალა და იმის მერე ვეღარ გაერთიანდა და დღესაც რო ამბობ რანაირად უნდა გავერთიანდეთო რანაირად აი იქედან მოდის ეს ყველაფერი რომ ღმერთი დავივიწყეთ და ამ ქვეყნიურ შვებასიამეს მივეცით თავი დღესაც აი დღესაც ვისაც ამ ქვეყნიური შვებასიამე უფრო ადვილად ესე იგი სასურველია ქართველისთვის ვიდრე ახლა ის რა ქვია სხვა რაღაცა ამ ქვეყნიური შვებასიამე წარმოიდგინე და სანამ ეს დგას პირველ ადგილზე ჩვენ ყოველთვის გაგვიჭირდება ვიღაცას თუ უნდა ვიღაცას რომ ქვეყანა გავლენის ქვეშ მოგვიქციოს ეს ქვეყანა მოაქციოს გავლენის ქვეშ ну ახლა თუ შვებასიამის მოყარი ადამიანი ჩამოვა და აგავსებს ოქროვერცხლით და ასე შემდგომ და გამყიდველობით რამდენი რო არ არის აი ჩვენ ხო ყველა ვართ გამყიდველები რა ანუ მაგრამ თან უფლოთ არიან მამა ყველა ეს ეგაი რომ ანუ ყველა უფლოთ არიან ანუ და თან საშუალებაც არ აქვს აი ხო აი რაღაც აი სიტყვაზე ვიღაცა იშმაკს მიყიდის სულს ხო მაგრამ ფულიც რო არ არის მამა არა ну შეიძლება კაპიკებს აძლევენ მაგრამ ამდენი მშიერი როგორ უნდა იყოს ეხლა ჩვენ ხო არა ეკლესიურებად ვითვლებით ეხლა ლოგიკურად ეხლა ქრისტიანებად ნორმალურად აი ისეთ ქრისტიანებად არ ითვლებია რა ადამიანი იმიტომ რომ აი მართლა კვირას გააცნეს იმიტომ რომ სიტყვაზე რაღაცა ფული იშოვოს სადღაც რაღაცა აი დღესასწაული არ არსებობს წავა სიტყვაზე რაღაცა საფრთხე ცუდი ამინდია ხო აი რაღაც ბევრ ანუ ეს არ არის ქრისტიანობა როგორც დღეს უყურებთ ჩვენ ეხლა ხო ძალიან იული ქრისტიანობა არის ხო და მაინც ვაშავებთ ხო და მაინც ამ შემთხვევაში მაინც აი მატერიალურად რაღაცა მაინც აი ვიღაცა უცხოელი მაგალითად რო ყიდის ღმერთს ყოველ შემთხვევაში უზრუნველყოფილია ამ ქვეყნად მაინც მაგრამ აი ჩვენთანაც მამა ძალიან ცუდი სიტუაცია აი რა ვერ შედგა ის რო სიტყვაზე აი მშიერი მაინც რო არ დადიოდეს ადამიანი ხო არა შიმშილზე არ გავცვლის სალსაკლებს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და შენ ჯერ ერთი იმას უნდა ხედავ მაინც მშიერია
ვინ არის ჩვენ სასადილო მოვიდეს და თუ ვინ შეიცავა მამაოსთან ხო და რატო მამა ეხა ალილოზე მივედით მამაო და ეხა ყველა მოდიოდა რაღაც ინტერვიუებს იძლეოდა თავს იწუნებდნენ რომ რაღაცას ის მოიტანეს და რაღაცა და ბოლოს რაზე დავფიქრდი იცი აი რაზე მოაქვთ ის საკვები და რაღაცები იმას არ უყურებენ ის საკვები მიდის გაჭირებულ გაუბედურებულ ადამიანებთან და იქ რომ მოდიხარ იმაში აქვე შავაკოთოში გამოწყობდა ინტერვიუს რომ იძლევი აი მე მოვიტანე ერთი კალათი აი ის აი ალილოზე მოვიდი ის გაუბედურებული შენი ცოდვა არის ის რომ ვიღაცას შეა და ჩვენ ხვალ მიუტანო და ესე პატრიარქმა მოიგონა ხო რომ აი ადამიანებს ერთ დღეს მაინც რაღაცა შვება ქონდეთ ხო და ამას ხო უნდა დაუფიქრდე რომ მოდის აი მაგ გაზა მაპატიეთ მამა იმათ კი არა მე ყველას ვენაცვალე აბსოლუტურად უბრალოდ კი მესმის გიორგი მაგრამ ნომერ პირველი პრობლემად ეგ არ უნდა დავსვათ ეს არ არის ნორმალი ღმერთზე არ არის ასეთი შიმშილობა იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენთან უბანში კი 100-120 ადამიანი მოდის ყოველდღე მაგრამ რომ მოვიდეს 1000 და 1200 კაცი დავაპურებთ ჩვენ მრევლი მზად ვართ ამისთვის მაგრამ მეტი არ მოდის შეიძლება არ არის მამა ოსაკმარისი კი მაგრამ დიდი დგომი არის ერთი ქალაქის ხელა ასე ვთქვათ და არ არის პატარა ეს არ არის მაგრამ ესე იგი შიმშილით არ გავამძაფროთ მართლა არ მოკვდები ვიცი ღმერთი არ დაკეთებს მაგრამ თავარი მაინც ღირებულებებია აი შოთა ნადირაშვილი მისი სამაქ მონასმენი საუბარი ინტერნეტით ის ბრძანებს მას ეკითხებიან რომ რა არის დღეს ყველაზე დიდი პატრიარქი ეკითხება ჩვენი რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ერისთვის როგორ ფიქრობთ ჩვენი ერის ყველაზე დიდი პრობლემა ნუ ამას ამბობს ესე იგი სადღაც 80-იანი თუ 90-იანი წლებია ყველაზე დიდი აი მაშინ იყო შიმშილი და მაშინ იყო პრობლემა თუ იყო 90-იან წლებში მე ზუსტად მახსოვს ეს მაშინ იყო თუ იყო ეხლა არ არის ის და აი ესე იგი იმ დროს ეკითხება რა არის ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ისო რომ ჩვენ ერს არ აქვს ღირებულებები ესე იგი ჩვენში რო იბადება ადამიანი არ იცის რისთვის ცხოვრობს არ იცის რატომ ცხოვრობს მამული ენა და სარწმუნოება რომ ეს ჩვენი წითელი ხაზებია და ჩვენ ამისთვის რო უნდა ჭამაზე მეტად ამაზე უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ სად არსებობს ნუ უფალი რას ამბობს რომ შეხედეთო ცის ფრინველებსო არც ხნავენო და არც თესავენო და შიმშილით არ კვდებიანო ადამიანი შეუძლებელია შიმშილით მოკვდეს შეუძლებელია თუ ღმერთის მფარველობიდან არ გავიდეს სხვაგან მაგრამ თუ საჭმელი და სასმელი ეძება ის შეიძლება უძღებიშვილივით იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მოჯამაგირე გახდეს რომელიც მერე ღორების წყებსად განამწესებს მას და თუ ღორების წყებსად განამწესა მას ის საჭმელი არ ეყოფა ის საქართველოს არა არა სახარებისეული უცხო ქვეყნის მოქალაქეა იმაში იგულისხმება ეშმაკი არა ისინი არჩენენ სახარებისეული არა ვენაცვალე იმათ ხაც მე მაგათ არ გულისხმობ ესენი ჩემი აზრით გმირები არიან რომლებიც აი ამ სიტუაციაში მოძებნეს საშუალება რომლითაც იმ 4 მილიარდით თავის სამშობლოს ეხმარებიან მაგრამ მე ვგულისხმობ სახარებისეულად ღმერთი როდესაც მიატოვებს ღმერთს ადამიანი და უცხო ქვეყნის მოქალაქეში სახარებისეულში იგულისხმება ეშმაკი მამის სახლიდან გასული ადამიანი ეშმაკის ხელში ვარდება რომელიც მას ესე იგი ღორების მწყემსავად განამწესებს და ერთ წამ დავამთავრებ და ღორების მწყემსვა ნიშნავს ვნებებში ცხოვრებას თუ ადამიანმა ვნებებში იცხოვრა არანაირი საჭმელი მას არ ეყოფა აი მაგალითად ლევიანთა წიგნში როგორ ამბობს უფალი მოსეს პირით თუ ჩემი ერთგული იქნებითო თუ ჩემი ერთგული არ იქნებითო თქვენი დედაკაცებიო დღე და ღამე რო პურს აცხობდნენო მაინც ვერ გაძღებითო ერთი თქვენი მტერთაგანიო 100 თქვენთაგანს განდევნისო
და მაგრამ მე თუ ჩემი ერთგული იქნებით, მე უკვე პირიქით ეს ძალიან საინტერესოა ლევიანთა წიგნი. და იგივეა ეხლა არ შეიძლება გაუთავებლად რო ვთქვათ, აი კი, მართალია. ხშია ვიძახოთ. არა, ხშიას არ მამაო, ეხა გაჭირება რო არის საქართველოში, თქვენ არ მოსულ მათხოვრების რიგი არ გაქვთ ხოლმე, თხოვნელების და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ძალიან უჭირთ მამაო, ეხა ეგ ეხა მამაო მაგას ვერ დამალავს ვერავით, სახელმწიფო არ მალავს. ღმერთს ფიცავარ, სოციალურად ყოფილი. ღმერთს ფიცავარ, თაღლითი უფრო მეტია ვიდრე გაჭირვებული. აი ღმერთს გეფიცებ ჩემი პრაქტიკიდან. 1-200 კაცაზე მეტი არის მონასვლელი ჩვენთან. და რა მაიძულა მამაო თაღლითობა ადამიანს? ნუ ახლა ეს უღმერთობაა ყველაფრის ისა. იმიტომ რომ არ ყოფნის ის და მე ძალიან ვაფასებ და ვერ ვეწინავდი თან პოლიტიზება არ მინდა ისეთი თემა არის რომ რაღაცა არა მე სიმხარებაზე ვამბობ შენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხო და ისეთი ის არის რომ თემა ისეთი არის რომ ისა მაგრამ მამაო სტატისტიკას თუ გინდათ მამაო შემდეგში მოხვალთ აი ეთერს იქით ამაზე მე აღარ დაგელაპარაკებით არა სიღარიბის ზღვარს ქვევით ეს მე მესმის ყველაფერი მაგრამ შიმშილით მკვდარი ადამიანი ასეთი ცნება მე მგონი არ არსებობს შეუძლებელია ჩემს მეზობლად ვინმე მოკვდეს შიმშილით. როგორ შეიძლება მე ხართ მისი არა, მე არ ვარ ასეთი, ჩვენი ერია ასეთი. შანსი არ არის რომ მოკვდეს ვიღაცა ადამიანი შიმშილით. აი შანსი არ არის უბრალოდ. დიდი მადლობა მამაო. მაგას აქვს. ეგ არის პრობლემა მამაო, რომ ჩვენს გამოარკვდება ეკლესიაში რომ მოდის იმაში და უნდა იყოს უზრუნველყოფილი ისე რომ გქონდეს იმის დრო რომ ქრისტესკენ გაიხედოს ეკლესიაში. აი მამაო ჩვენოს რომ ვლოცულობთ, ნამდვილად უნდა ვილოცოთ. პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს უნდა ვთხოვოთ ჩვენს მამას, ჩვენს ღმერთს და ქრისტეს. რომელიც ყოველთვის პატრონობდა და ეხლაც გვიპატრონებს. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ბოდიშით რომ თემა ცოტა ისე რა ქვია გავედი თემიდან, მაგრამ თქვენც რაღაცნაირად იმაში გადავედი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ, იმიტომ რომ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ და მე და ყველაფერს იკეთეს გისურვებ და აი მამაოს აქვს სასადილო ამბობს 120 კაცზე მეტი არ მოდისო და ვისაც შეგეძლება თუ გამოაცხადეთ მამაო აუცილებლად მოვლენ ყველა ვინც ის არის და მე დიდი ომში ყველა ლიფტზე მივაწებე და ყველა სადარბაზოში და გამოვაცხადეთ და ყველა მე ახლა ყველა მიცის და შეგიძლია და უფრო მეტი მონაწილეობას ღებულობს ამ სასადილოს ფუნქციონირებაში ვიდრე მოდის და პურდება. კი და ჩვენ მეტი გვაქვს დაგროვებული თანხა ვიდრე გვეხარჯება. ანუ რომ მოვიდნენ ჩვენ გავხარჯავთ რაღაც და უფრო მეტი გონია რომ სადღაც ბრიტანეთში ვარ BBC წამყვანი ისე ქვეყანიდან არ მიყავთ ხო იცი დედას გვიცე გონია არა ჩვენი მთავარი პრობლემა სულიერება და არა მატერიალი ხუმრობ რა მაპატიეთ ბოდიშ გიხდი წარმატებები ყველაფერ დროს გადავაჭერ მაპატიის კარგაძანებოდ წარმატებები დაგიმუნდებით აუცილებლად ორშაბათს იქით საღამოს 7-ის ნახევარსაც კარგაძანებები მადლობა მამა ლუკას უპატარს აი ჩემი ღრმა პატივისცემა აი ამ უნიჭიერეს და უდიდეს ადამიანს ჩემთვის აი მართლა კეცვი თქვენ წინაშე რომ 100 ჯერ მარტო რა ადგირს 100,000 მოწამის ესე წინ წამოწევა. დიდი მადლობა რომ არ ყოფილიყავით თქვენ ჩემ ბავშვობაში მართლა 100,000 მოწამის ხსენება არ იყო და დღეს ესე რო უყვარს ერთს. მადლობა დიდი მართლა. კარგად ზანდებოდეთ დროებით.